გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14-ზე გამოშვებაში ნახავთ. პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვა გრძელდება. გაფიცული მუნიციპალური სამსახურები და საპროტესტო აქციები დედაქალაქში. რას პირდება ლელო ამომრჩეველს? პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნების შეცდომების აღიარებისთვის შესაფერისი მომენტი და კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც კეთილსინდისიერადაა განწყობილი საქართველოს მიმართ დასრულონ დაპირისპირების მანკი ერიწყე. შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის უცხოელ მფარველებზე, მათ მცდარ ვარაუდებზე და მათ მიერვე არასამთავრობოების დაფინანსებაზე წერს. ნინო არღულიანი მუშაობს თემაზე და ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ქართული ოპოზიციისთვის და არასამთავრობო სექტორისთვის ჩარიცხული თანხები, ჰუმანიტარული დახმარება რომ არ არის, ეს კარგად ცნობილია. საქართველოს მოქალაქეებისთვის მართველი გუნდი ამბობს, რომ სწორედ ეს თანხები ხმარდება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობებს და ასევე მცდელობას, რომ ხელისუფლება არადემოკრატიული გზით შეცვალონ. თუმცა ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ რადიკალიზმზე ამომრჩეველი პასუხს 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გასცემს და ხალხი არჩევანს განვითარებისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ გააკეთებს. გარდა ამისა, მართველი გუნდი ამბობს, რომ 4 ოქტომბერი უნდა იყოს ერთგვარი გამოფხიზლების დღე, არა მხოლოდ საქართველოში გარკვეული აქტორებისთვის, არამედ უცხოელი აქტორებისთვისაც და მათ ხელი უნდა აიღონ ისეთ ქმედებებზე, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიას და სუვერენიტეტს არყევს. ეს ეხება ბუნებრივია ქართულ ოპოზიციასაც, რომელიც როგორც ირკვევა უცხოეთიდან მიღებულ ქართულ დავალებებზე უარის თქმას არ აპირებს, სწორედ ეს გამოიკვეთა დღეს მათივე განცხადებებში. ჩვენ განსაზღვრული გვაქვს ჩვენი ბრძოლის გზა, რასაც ვთვლით, რომ არის სწორი და არის შეუცვლელი, თუ რეჟიმის ცვლილება გვინდა. 13 წლის განმავლობაში მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ყოფილიყო იზოლაციაში. ეხლა კიდევ ერთხელ არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს. უკვე პრაქტიკულად ფარდა ჩამოხსნილია იმ ეგრეთ წოდებული დიპლომატების მიზანი, რომელთაც სურთ, რომ დააფინანსონ რევოლუციური სცენარები საქართველოში. ნაც მოძრაობა თავისი ფილიალებით არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია და მით უმეტეს არანაირი ოპოზიცია. ეს პოლიტიკური ძალა განსაკუთრებით საგამოძიებო დასკვნის შემდგომ უნდა დასრულდეს ქვეყანაში. ჯერ ერთი გაიშიფრა, რომ უცხოური ძალები აფინანსებენ, უკვე სერიოზულად დაზიანდნენ და უკვე მათივე მხარდამჭერებიდანაც კი აღარ აქვთ აი ამ ძალადობრივი აქციების მხარდაჭერა. რა თქმა უნდა და გამომდინარე იქიდან, რომ იურიდიულადაც გაუქმდება, იმიტომ რომ ყველამ ნახა საქართველოში, რომ ეს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია. ქვეყანაში წლების განმავლობაში იხარჯებოდა თანხები, რომ შეექმნათ აგენტურული ქსელი. რისთვის ჭირდებოდათ ეს აგენტურული ქსელი? რომ ქვეყანა აკონტროლონ. თვითონ იყვნენ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი. არა ქართველი ხალხი. თვითონ რამოდენიმე გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელი, რამოდენიმე ადამიანი უნდა იყოს ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი. წარმოგიდგენიათ? ეს არის მათი დამოკიდებულება. ეს აგენტურა, რომელშიც დახარჯეს ძალიან დიდი თანხები, რომ შეექმნათ ეს აგენტურის წარმომადგენლები, ცდილობენ, რომ მათი საშუალებით არეულობა მოაწყონ, ერთმანეთს დააპირისპირონ ხალხი, ეცადონ სახელმწიფო გადატრიალებას და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ძალიან გაშიფრული და მარტივი სქემა არის. ეს არ არის ჰუმანიტარული დახმარება NGO-ებზე ან ოპოზიციაზე. ეს არის ფული, რომელიც უნდა მოხმარებულიყო საქართველოს მეორე ფრონტად ქცევას. ამიტომ ამას დაუპირისპირდა არა მარტო ხელისუფლება, დაუპირისპირდა ქართველი ხალხი. და დღეს 4 ოქტომბრის შემდეგ უცხოეთი იქნება თუ შინაური დაინახავს, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა მშვიდობა და ქვეყნის სტაბილური განვითარება. ამიტომ ეს არის მართლაც შანსი, რომ ამ რეალობას გაუსწორონ თვალი და საქართველოს ომის თეატრად აღარ იყოს განხილული. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, რომ ულიმიტუა იმ თანხების რაოდენობა, რომელიც უცხოეთიდან საქართველოში ქართულ ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ერიცხება. უკვე დადასტურებულია, რომ ეს თანხები ხმარდება რევოლუციის მცდელობებს, რომელიც, როგორც უკვე გითხარით, ხელისუფლების წევრების განცხადებით, რომლის საბოლოო მიზანიც არის, რომ ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეიცვალოს.
პირდაპირ ეთერში ნინო არღულიანი საუბრობდა. ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის წარუმატებელი მანევრი ქართულ პოლიტიკაში. პარლამენტის თავმჯდომარე წერს, რომ ტაქტიკა უცხოეთიდან დაიგეგმა, თუმცა ქართულმა ოპოზიციამ ეს გეგმა ცუდად შეასრულა. ტაქტიკა, რომელსაც ფეხბურთში ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნა ჰქვია, ზოგჯერ არ ამართლებს და მოწინააღმდეგე გუნდს იოლი გოლის გატანის საშუალებას აძლევს. ჩვენ ახლა სწორედ ამგვარი წარუმატებელი მანევრის მოწმენი ვართ ქართულ პოლიტიკაში, რომელიც უცხოეთიდან დაიგეგმა, თუმცა როგორც ხდება ხოლმე, ქართული ოპოზიციის მიერ ცუდად შესრულდა. უკვე თითქმის 1 წელია ოპოზიციისა და მისი უცხოელი მფარველების ტაქტიკა არჩეული მთავრობის გამიზნულ იგნორირებაში გამოიხატება, რაც საქართველოს ხელისუფლების ტაქტიკურ ჩიხში შეყვანას ისახავდა მიზნად. თუმცა ნაცვლად ჩიხში შეყვანისა ქართული ოცნება კიდევ ერთი, ამჯერად ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების პირას დგას. ამ წარუმატებელი ტაქტიკის ამოქმედება 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარების მცდარი გადაწყვეტილებით დაიწყო. მაშინ ოპოზიციის უცხოელმა მფარველებმა მცდარად ივარაუდეს, რომ ისინი არჩევნებში გაიმარჯვებდნენ და მთელი ენერგია საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციის დახმარებისკენ მიმართეს. სწორედ ამიტომ ვიხილეთ უცხოელების და ოპოზიციის სინქრონიზებული პოლიტიკური გზავნილები და ავად სახსენებელი ენჯაუ კარტელის ლამის ულიმიტო დაფინანსება, რომლებიც ქართული ოცნების წინააღმდეგ საარჩევნო აგიტაციაში იყვნენ ჩართული. უფრო მეტიც არჩევნების მოახლოებასთან ერთად ზოგიერთი უცხოელი ყველა დიპლომატიური წითელი ხაზის დარღვევით პირდაპირ შეუერთდა ოპოზიციის საარჩევნო კამპანიას. აშკარა იყო, რომ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი თუ დიპლომატი ვა-ბანკზე წავიდა და უპირისპირდა მთავრობას და მხარი დაუჭირა ოპოზიციას. თუმცა ოპოზიციის გამარჯვებასთან დაკავშირებით უცხოელების მოლოდინი მცდარი აღმოჩნდა. მათმა კამპანიამ, რომელიც არჩევნებს გადამწყვეტ რეფერენდუმად წარმოაჩენდა და ყველას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა, გაამართლა ოღონდ საპირისპირო შედეგით. არჩევნებზე მოსული მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი ჩვენი მოსახლეობის ის მდუმარი უმრავლესობა აღმოჩნდა, რომელმაც ზუსტად გაიგო რეფერენდუმის რეალური არსი და ხმა მისცა ქართულ ოცნებას და საქართველოს მშვიდობიან და წარმატებულ მომავალს და არა ოპოზიციასთან ასოცირებულ ძალადობრივ და ბნელ წარსულს. რადგან უცხოელებმა ასე ღიად დაუკავშირეს თავი ოპოზიციას, მათ ოპოზიციის მარცხის საკუთარ მარცხად მიღება მოუწიათ. შოკი იმდენად მოულოდნელი იყო და კოგნიტური დისონანსი იმდენად ძლიერი, რომ მათ გადაწყვიტეს რეალობის უარყოფა და ახლად არჩეული პარლამენტისთვის საბოტაჟის მოწყობა. ეს ყველაფერი ძალიან ირაციონალური იყო, რადგან ოპოზიციამ 150 მანდატიდან 61 მიიღო, რაც პარლამენტში მნიშვნელოვანი ანგარიშგასაწევი ძალა იქნებოდა. თუმცა ოპოზიციის ნაწილმა კიდევ ერთხელ დაიზიანა თავი ხალხის ნდობა უარყო და პარლამენტის მანდატებზე უარი თქვა. არჩევნების უარყოფის პოლიტიკა მანკიერი წრე წარმოშვა, რომელიც პარლამენტის საბოტაჟით დაიწყო და მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარით გაგრძელდა. უფრო მეტიც რადიკალები არჩევნების ჩაშლითაც კი დაიმუქრნენ. თუმცა ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნის ტაქტიკა არ გაამართლა. არჩევნების ჩაშლის გეგმა ჩაიშალა. საბოტაჟის მიუხედავად არჩევნები დროულად ტარდება. 4 ოპოზიციური პარტიიდან 2, რომლებმაც 2024 წელს საარჩევნო ბარიერი გადალახეს, არჩევნებში მონაწილეობს, თუმცა რაიმე გამარჯვების მოპოვების შანსი არ აქვთ. ქართული ოცნება არჩევნებში აბსოლუტური გამარჯვებისთვის ემზადება. ამასობაში ეს არჩევნები შეცდომების აღიარებისთვისაც შესაფერის მომენტს წარმოადგენს. მათ ვინც არჩევნების უარყოფის მანკიერი ციკლი დაიწყო, ახლა აქვთ შანსი გამოასწორონ თავიანთი მცდარი პოზიცია, გამოიჩინონ სათანადო პატივისცემა საქართველოს სუვერენიტეტისა და სახალხო ლეგიტიმაციის მიმართ და დაუბრუნდნენ სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობების ცივილიზებულ ფორმას. ყველამ ფეხი უნდა აუბას ომებისა და საერთაშორისო დაპირისპირების დასრულების ეპოქის სულისკვეთებას. საქართველოს 4 ოქტომბრის არჩევნები ერთგვარი ლაკმუსის კაღალდია და კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც კეთილსინდისიერადაა განწყობილი საქართველოს მიმართ, დაასრულონ დაპირისპირებისა და არათანამშრომლობის მანკიერი წრე, რამე თუ ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცის ქვეშეთში. ჟამი ქვათა მიმოფანტვისა და ჟამი მათი შეგროვებისა. კაიროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატები დღეს გაიხსნება. ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი დონალდ ტრამპი იქნება. დებატებს მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად დაესწრება. დღესვე გაიმართება დონალდ და მელანია ტრამპების სახელით ორგანიზებული მიღება, სადაც მიწვეულია მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს დელეგაცია დაესწრება კაიროს გენერალური მდივნის, გენასამბლეის პრეზიდენტის გამოსვლებს, ასევე ერთ-ერთი პირველი გამოსვლელი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომლის გამოსვლასაც ასევე დაესწრება საქართველოს დელეგაცია, ხოლო დღის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი არის მიწვეული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბატონი დონალდ ტრამპის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე. ეს არის მაღალი დონის მიღება, რომლის ფარგლებშიც მოწვეული არიან მსოფლიოს ლიდერები, სადაც საქართველოს პრეზიდენტს, ისევე როგორც ყველა სხვა ლიდერს, ექნება ერთმანეთთან კომუნიკაციის, ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ქვეყნის ეროვნული დღის წესრიგის გაცნობის, ინტერაქციის შესაძლებლობა. კაიროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე, რომელიც ქალთა მეოთხე მსოფლიო კონფერენციის 30-ე წლისთავს მიეძღვნა, სიტყვით გამოვიდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკაბოჭორიშვილის განცხადებით საქართველოს მტკიცედ ერთგული რჩება ქალების მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებისა და ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალების მნიშვნელოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფის მიმართ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მშვიდობის მნიშვნელობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 30 წლის წინ პეკინის დეკლარაციამ და სამოქმედო პლატფორმამ მსოფლიოსთვის გარდამტეხი გზა გაკვალა ქალთა და გოგონათა თანასწორობის ღირსებისა და შესაძლებლობებისკენ. დღეს, როდესაც ამ საიუბილეო თარიღს ავღნიშნავთ, კვლავ უნდა დავუბრუნდეთ პეკინის დაპირების შესრულებას. უნდა დავფიქრდეთ არა მხოლოდ მიღწეულ პროგრესზე, არამედ იმ გამოწვევებზეც, რომლებიც კვლავ არსებობს ქალთა გაძლიერების, ინკლუზიისა და თანასწორობის დღის წესრიგის წინსვლის ფონზე. მშვიდობის გარეშე ადამიანის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა ყოველთვის რისკის ქვეშ დგას. კონფლიქტები არაპროპორციულად აზარალებს ქალებსა და გოგონებს. ძალადობის, იძულებითი გადაადგილებისა და ეკონომიკური სირთულეების გზით. სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანაც არ არის იმუნური. საქართველო კვლავაც აწყდება უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მიერ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე უკანონო ოკუპაციით. იქ მცხოვრებ ქალთა უფლებები მუდმივად ირღვევა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის პირობებში. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, საქართველო მტკიცედ უზრუნველყოფს ქალების მნიშვნელოვან ჩართულობას მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე. ეკონომიკური განვითარება გადამწყვეტია, რადგან ის ქმნის რესურსს, სამუშაო ადგილებსა და სერვისებს, რომლებიც აუცილებელია ადამიანის უფლებათა სრული რეალიზაციისთვის. ბოლო წლებში საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ეკონომიკურ განვითარებაში. უკვე 10 წელია ზედიზედ საქართველო მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორისაა ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით, რაც უზრუნველყოფს საგრძნობ უცხოურ ინვესტიციებს, სამუშაო ადგილების შექმნას, ინფრასტრუქტურისა და სამუშაო ძალის განვითარებას. ამავე დროს ჩვენ რეალური ნაბიჯები გადავდგით უფრო თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის მიმართულებით. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ გაძლიერებული და განათლებული ქალები, რომლებიც ცოდნით, უნარებითა და თავდეჯერებულობით არიან აღჭურვილები, არა მხოლოდ ოჯახების კეთილდღეობას უწყობენ ხელს, არამედ მომავალი თაობების წარმატებასაც. თანასწორობა ვერ მიიღწევა იქამდე, ვიდრე ყველა ქალი თავს უსაფრთხო და არ იგრძნობს. საქართველო აქტიურად მუშაობს ამ საკითხის გადაწყვეტაზე საკანონმდებლო რეფორმების, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისა და მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობის გზით. თუმცა ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი 38.2% დუმს იმ ძალადობაზე, რომელსაც განიცდის. ჩვენ უნდა დავარღვიოთ დუმილი. თითოეული სტატისტიკის უკან დგას ისტორია, ქალი, რომელიც სამართლიანობას ელის, გოგონა, რომელსაც შესაძლებლობა სჭირდება. თუ ნამდვილად გვინდა, რომ პატივი ვცეთ პეკინის სულისკვეთებას, უნდა დავრწმუნდეთ, რომ არც ერთი ქალი არ დარჩება უხილავი ან დაუცველი, ან ისე, რომ მას არ მოусმინოთ. დღეს წარმოთქმული სიტყვები უნდა გადაიქცეს რეალურ დაცვად, მდგრად გაძლიერებად და ხელშესახებ პროგრესად ყველასთვის. ჩვენ უნდა ავაშენოთ მომავალი, სადაც თანასწორობა მხოლოდ მისწრაფება კი არა, არამედ ყოველდღიური რეალობა იქნება. ლელოს მერობის კანდიდატის ბრალდება ირაკლი კუპრაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და მის უფროს მამუკა მდინარაძეს ზეწოლაში, მოსყიდვასა და შანტაჟში ადანაშაულებს. მაგალითად კი მოჰყავს ასებ ჩირაგოვის გადაწყვეტილება, რომელმაც ბოლნისში კანდიდატურა ქართული ოცნების კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნა. ამის შესახებ ჩირაგოვმა თავად დაწერა სოციალურ ქსელში. კუპრაძე ირწმუნება, რომ წნეხი ლელოს სხვა წევრებზეც არის. მმართველი გუნდის განცხადებით ირაკლი კუპრაძემ ბევრის მთქმელი ბრიფინგი გამართა, სადაც კარგად გამოჩნდა, რომ ლელო უიმედო მდგომარეობაშია. მათივე თქმით, ოპოზიციამ სამართალდამცველებში მოღალატე ვერ იპოვა და იმას, რასაც თავად ცდილობს, ახლა სუსტ აბრალებს. გრძელდება განსაკუთრებული ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი და მოსყიდვის მცდელობა კოალიცია ძლიერი საქართველოს ლელოს წინააღმდეგ. ბოლო 1 თვის განმავლობაში მამუკა მდინარაძე, სუსი, ივანიშვილი არის დაინტერესებული, რომ მაქსიმალური ზეწოლა მოახდინოს ძლიერ საქართველოზე, ლელოზე. ქართული ოცნება ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის სხვა მუნიციპალიტეტებში აგრძელებს მოსყიდვის, ძალადობის, მუქარისა და შანტაჟის მცდელობებს. ის რომ თავად ეძებენ ძალოვნებში მოღალატეებს, რომ რაღაცნაირად იქნებ ვინმეს ნაბიჯი გადაადგმევინონ და ვერ ნახეს ეს
ეს უკვე ძალიან აშფოთებთ და ამიტომ არის რომ ბრიფინგზე აწყობენ კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ბულინგს ახორციელებენ, აშანტაჟებდნენ და მათ შორის საჯაროდ მოსყიდვის მცდელობაც კი ჰქონდათ ქრთამის გადაცემის ფაქტის თაობაზე მიმდინარეობს გამოძიებას ლევან ხაბეიშვილის მიმართ საჯარო სამსახურებში და ამავდროულად სამართალდამცავ ორგანოებში დასაქმებული ადამიანების მიმართ. ეხლა კიდევ ცდილობენ რომ თავიანთი დანაშაული ჩვენ შემოგვიბრუნონ და თითქოს ჩვენ რაიმე შანტაჟს ვახდენთ მათ კანდიდატებზე, ვის აინტერესებს მათი კანდიდატები. სამართალდამცავი ორგანოებში მათ ვერ გამონახეს ვერც ერთი მოღალატე და ეხლა ცდილობენ შემოაბრუნონ ჩვენს მიმართ თითქოს ჩვენ რაიმე შანტაჟს ვახორციელებთ და მით უმეტეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რაც არის აბსოლუტური ნონსენსი. კაფიცული მუნიციპალური სამსახურები და საპროტესტო აქციები დედაქალაქში. ეს თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ლელოს დაპირებების ნაწილია, რომელზეც ალიკო ელისაშვილმა ისაუბრა. მმართველი გუნდის შეფასებით გამარჯვების შემთხვევაში ქაოსის დაანონსება ოპოზიციის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯია. მეგინ არსავიძეა თემით პირდაპირ ეთერში. ხაზარაძე ჯაფარიძის გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი კუპრაძე თბილისელებს მერად არჩევას სთხოვს იმისთვის, რომ მერის მოვალეობები არ შეასრულოს. ლელოს წარმომადგენლები ახლა ცდილობენ დაპირების სახელით შეფუთონ მათი გეგმები და ასე დაემუქრონ თბილისელებს არეულობითა და ქაოსით, ასევე ქალაქის პარალიზებით. აცხადებენ, რომ შეწყვეტს მუშაობას მერის სხვადასხვა სამსახური, რაც მათ შორის გულისხმობს იმას, რომ ვერ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა ყველაფერი ამით არ სრულდება. კუპრაძის ფანტაზიებში თბილისის მერს აქვს ერთადერთი ფუნქცია, რაც გულისხმობს დღის ბოლოს დედაქალაქში საპროტესტო აქციის დანიშვნას და სწორედ ამას აანონსებს ასევე ირაკლი კუპრაძე. სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, რომ ლელოს ეს აბსურდული გზავნილები და მოწოდებები, მათ შორის დაპირებები, კი ნათლადაჩვენებს იმას, რომ ქართულმა ხალხმა ამ პოლიტიკურ ძალას არ უნდა დაუჭიროს მხარი. პირველივე დღეს ხომ შემიძლია მოვაწერო საზოგადოებისგან შემოსულ წერილს, რომ სანქცირებულია ყოველდღიური აქცია რუსთაველის გამზირს. რაც დრო გადის, მით უფრო არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ. აი ნაცმოძრაობის ის ფრთა, რომელიც ვითომ არჩევნებში ღებულობს მონაწილეობას. შედალოცვილო თუ არჩევნებში ეუბნები ხალხს, რომ ამირჩიე მე რაც საკრებულოს წევრად, გაფიცვისთვის ვინ ირჩევს ვინმეს. ფანტაზიებშიც კი უჭირთ და როგორც ჩანს, ხა დაძინება გაგვიძებაზე აქვს საქმე, რომ გაიღვიძებენ მერი ვინ იქნება და ასე შემდგომ. მარტივად იქნება ხა მაქსიმუმ სიზმარში ნახონ კუპრაძე მერად არჩეულები და გაიღვიძებენ და კალაძე დახვდებათ არჩეული მერი. წარმოუდგენელი ადამიანები იბრძოდნენ მერობისთვის და იდეა კონდეთ ის რომ მუნიციპალიტეტის მუშაობა შეაჩეროს. ამაზე დიდი აბსურდი მე არ მომისმენია. უნდა გააჩეროს ქუჩების რეაბილიტაცია, უნდა გააჩეროს გამზირების რეაბილიტაცია, უნდა შეაჩეროს იმ გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახების ადამიანების მხარდაჭერა, რომელსაც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა პროგრამებით ახორციელებს. უნდა შეაჩერონ ბაღების მშენებლობა, უნდა შეაჩერონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. შემთხვევითი არ არის ის, რომ ამ ადამიანებს არანაირი რეიტინგი არ აქვს, ამ ადამიანებს არანაირი მხარდაჭერა არ აქვს. ჩვეულებრივი მოძალადეები არიან. შეიძლება დაანონსო ის, რომ პირველი ნაბიჯი რასაც გადადგა, თუ არჩეული იქნები, ნაგავს არ გაიტან ქალაქიდან და რაღაცა სხვა, ესე იგი, მომსახურებას არ გაუწევ ქალაქს. აი ამაზე ნათელი მაგალითი იმისა, რომ საერთოდ არ უნდა გააკარო ეს ხალხი პოლიტიკას არ არსებობს. როდესაც ასეთი ტიპის უგედურესი რადიკალური განწყობები გააქვს, რა თქმა უნდა, ვერაფერს პოზიტიურ დღის წესრიგს ვერ ჩამოაყალიბებ. აქეთ მხარეს ჩვენი კანდიდატი რა სიახლეებს აღარ ანონსებს, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი და ოპონენტი ეუბნება, რომ მე ქალაქის პარალიზება უნდა მოვახდინო. ძალიან ადვილი გასაკეთებელი არჩევანი, ასეთი ადვილი გასაკეთებელი არჩევანი საქართველოში არასდროს არ ყოფილა. ლელომ უკვე დიდი ხანია ამ მრჩეველს ვერაფერი უთხრა იმასთან დაკავშირებით თუ რას გააკეთებს თბილისისთვის, თუმცა როგორც ჩანს გასაფუჭებელი საქმეების სია საკმაოდ გრძელი აქვთ. მეგინ არსავიძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ოპოზიციის განცხადებები 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე მმართველი გუნდის შეფასებით კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ მიზანს ძალადობრივი გზით შეეცადონ ქვეყნის დესტაბილიზაციას. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ კონკრეტულ გეგმაზე საუბრისას სპეცრაზმელების რაოდენობაზე და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე გაამახვილა ყურადღება. 4000
გედედეს თანამშრომელი ვერ მოერევა ათასობით საქართველოს მოქალაქეს. შვიდობიანი იყო ყველა აქცია, მათ შორის დეკემბრის აქციები. ნოემბერ-დეკემბერში აქციები იყო მშვიდობიანი, გამოვიდნენ სპეცდრეზნელები, მაშინ როდესაც აქციები იყო მშვიდობიანი, ამას ამბობ? კიდევ ერთხელ, საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებდნენ მაშინაც მშვიდობიანად. ხილათ იყვნენ არ მოსრიალდნენ. როგორ შეიძლება შეაფასო ანაწიკლების განცხადება? 4 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას. ქართული ოცნება გაიმარჯვებს ყველა მუნიციპალიტეტში, გაიმარჯვებს დედაქალაქში, შენარჩუნებული იქნება მშვიდობა, სიმშვიდე და გაგრძელდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ანაწიკლების განცხადება შეცდომა იყო ან წამოწთენა იყო. ზუსტად აი ესეთი ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი აქციების ჩატარებას გეგმავენ, რომელმაც აუცილებლად მათი აზრით უნდა მოიტანოს მსხვერპლი. ამ მსხვერპლს უნდა მოყვეს პროცესების რადიკალიზაცია და ამ რადიკალიზაციას უნდა მოყვეს დაპირისპირება. დაპირისპირებას რასაკვირველია უნდა მოყვეს ისეთი მოქმედებები, რომელიც ანაწიკლიძეს, ლევან ხაბეიშვილს და სხვა მათ მოკავშირეებს მოიყვანს ხელისუფლებაში და შემდგომ უკვე გაგრძელდება ის სცენარი, რასაც კარნახობენ. ქრონიკის ინფორმაციით, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით გაგზავნილი წერილი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო, ქრონიკა IMC-ს დაუკავშირდა, თუმცა თამთა მიქელაძე ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ სასამართლოსთვის არ მიუმართავთ. თითქოს ჩვენი განაცხადი ყადაღის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ არ მიიღო, არის სრულად მცდარი ინფორმაცია და არ შეესაბამება სიმართლეს. იმისთვის, რომ სასამართლომ განაცხადის წარმოებაში მიღებაზე უარი გითხრას, განაცხადი გაგზავნილი უნდა იყოს. ჩვენ კი ყადაღის საკითხზე განაცხადი არ გაგვიგზავნია ევროპულ სასამართლოში. ის რაც ხდება არასამთავრობოებთან მიმართებაში, ამას აკეთებს მხოლოდ ერთადერთი რამის გამო, რომ ჩაახშოს ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრი. სტრასბურგი ვერ მიიღებს ვერანაირად განსახილველ საკითხს, რომელიც შინაარსშიც დევს მთავარი პრინციპი, რომელიც უპირისპირდება საერთოდ აღიარებულ სამართლებრივ და დემოკრატიულ პრინციპებს. არ შეიძლება რაიმე იყოს გაუმჭვირვალე, რომ შემოედინება ფული, რაღაცა პროგრამები ფინანსდება ამ გარკვეული თანხებით, უნდა იყოს გამჭვირვალე. როგორც შეიძლება რომ სტრასბურგის სასამართლომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება, რომ განიხილოს მართალია, სწორია თუ არა სამართლებრივად ასეთი მოთხოვნა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპული სასამართლო ინსტანციები პრაქტიკულად ადასტურებენ საქართველოს ქართული სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ქმედებების სისწორეს, როდესაც აქ ერთი მუჭა რადიკალები ერთ ამბავს ტეხენ და ამბობენ თითქოს სამართალდამცავი ორგანოები და საქართველოს სასამართლო სისტემა რაიმე ფორმით ადამიანის უფლებების დაარღვევის გზით დადის და ცდილობენ ამ საქმეებს ტალახი ესროლონ, აღმოჩნდება ხოლმე ძალიან მალე ევროპულ სასამართლოებში, რომ ქართული მოცემულობა, ქართული მართლმსაჯულება არის აბსოლუტურად სწორი. პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვა გრძელდება. დღეს გენერალურ პროკურატურაში გამოძიების კითხვებს ნიკა გილაურის ფონდის პროსპერიტი ჯორჯიას დირექტორმა უპასუხა, რატი მეტრეველი გვერდდება დეტალებით პირდაპირ ეთერში. სულ რამდენიმე წუთია, რაც ფონდი პროსპერიტის დირექტორის ჯაბა გაბუნიას გამოკითხვა დასრულდა პროკურატურაში, განსხვავებით სხვა მოწმეებისგან მას არ მოუთხოვია, რომ ის გამოეკითხათ მოსამართლის თანდასწრებით, შესაბამისად მან გამოძიების შეკითხვებს გენერალურ პროკურატურაში უპასუხა. შეგახსენებთ, რომ პროსპერიტის საქმიანობა თავდაპირველად წესით უნდა ყოფილიყო რეგიონული სუბიექტების მხარდაჭერა ბიზნეს პროექტების მომზადებაში, თუმცა ორგანიზაციამ მისი სულ სხვა როლი შეითავსა და მისი საქმიანობა პირდაპირ დაუკავშირა ძალადობრივი აქციების ფინანსურ უზრუნველყოფას. ფონდი ნაცმოძრაობის დროინდელი პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ინიციატივით შეიქმნა და პირველადი ფულადი შენატანი 100,000 ლარის ოდენობით სწორედ მან გააკეთა. აღნიშნულ ფაქტებზე ორგანიზაცია ღიად საუბრობს, მათ შორის სოციალურ ქსელებშიც ავრცელებდა განცხადებებს, საიდანაც ვიგებთ, რომ ფონდმა ძალადობრივი აქციების მხარდასაჭერად მათ შორის დაჯარიმებული პირებისთვის ჯარიმების გადახდაში მილიონამდე ლარი დახარჯა. გამოძიების კითხვებიც დღეს ჯაბა გაბუნიას გამოკითხვის ფარგლებში სწორედ ამ საკითხებს შეეხებოდა.
აქციის დროს დაზარალებული ადამიანების მიმართ იყო სოლიდარობის გამოხატვის ფარგლებში გადახდილი გაწეული დახმარებები რა. შესაბამისად, მათი მკურნალობის ხარჯები ანაზღაურდა ძალიან ძიმე შემთხვევები იყო დაფიქსირებული. რაც ეს იყო ჩვეულებრივი ჰუმანიტარული აქტი, რომლის ფარგლებში ორგანიზაცია მონაწილეობდა და იღებდა მონაწილეობას თავისი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ასე ვთქვათ რა. აქციები იყო თუ არა ძალადობრივი, რომელშიც ფინანსურად იღებდით? ხამ შეფასებებს მე ნამდვილად ვერ გავუკეთებ, არც ვერ თანხმები იდეაში. ორგანიზაციის თავდაპირველი მიზანი იყო რეგიონული სუბიექტების მხარდაჭერა ბიზნეს პროექტების მომზადებაში. რამდენად შეესაბამება თქვენი ამჟამინდელი საქმიანობა ამ მიზნად? ჩვენი საქმიანობა შეესაბამება ორგანიზაციის წესებს. დაახლოებით 900.000 ლარზე მეტი აქვს ამ ფონდს დახარჯული ჯარიმების გადახდაზე და ბრალდებულების და პატიმრების წახალისებისთვის. შესაბამისად თუ გავითვალისწინებთ სხვა ფონდებს ვიღებთ იგივე სურათს, რომ ისინი ერთობლივად მოქმედებდნენ და მათი მიზანი იყო ეს კანონსაწინააღმდეგო აქციების და ამ სამართალდარღვევი პირების წახალისება და ხელშეწყობა. შეეხება ამ პიროვნებას, რომელიც დღეს დაკითხვაზე იმყოფება, ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი არის ისიც და ბუნებრივია, რაც ფაქტია, იმას ვერ უარყოფს ახლა ადასტურებს, რომ ნამდვილად ჯარიმებში და სხვა ფინანსურ წახალისებაში გადაიხადეს თანხები და ეს იყო ერთობლივი პოზიცია, როგორც მისი, ასევე ნიკა გილაურის, რომ მსგავსი დანიშნულებით უნდა განეკარგათ შემოსული თანხები. ნაციონალური მოძრაობის დროინდელი პრემიერის ნიკა გილაურის ფონდი პროსპერიტი გამოძიების ფარგლებში ჯერ კიდევ მარტში დაყადაღდა საბოტაჟი, ტრულ საქმიანობაში დახმარება და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მოქმედება. გამოძიება არკვევს რა როლი ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ ფონდებს ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში. მადლობა რატი მეტრეველს. შინაგან საქმეთა მინისტრმა პირველ მოადგილესთან ერთად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან და ამავე დეპარტამენტის სხვადასხვა სამმართველოს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. იმსჯელეს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებულ საპოლიციო ღონისძიებებზე. აღინიშნა, რომ ნარკოდანაშაულის გამოვლენისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორგანიზებული დანაშაულის ტრაფიკინგისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები. ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა. ირაკლი ბერაია სხვადასხვა დროს იკავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის და დაზვერვის სამსახურის უფროსის პოზიციებს. იყო პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა. ალექსანდრე კარტოზია საჯარო სტრუქტურებში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში ის იყო განათლების მინისტრი, ასევე იყო პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი. ალექსანდრე კარტოზია იკავებდა წამყვან აკადემიურ თანამდებობებს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე მუშაობდა მკვლევარად და უძღვებოდა სალექციო და სასემინარო კურსებს ბერლინის, ფრანკფურტის, ბრემენის წამყვან უნივერსიტეტებში. 2022 წელს ალექსანდრე კარტოზია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენით დამსახურების ჯვრით დაჯილდოვდა. ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის 12 პოლიტიკური პარტია და პარტიული სია რეგისტრირებული. თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ვე პოლიტიკურმა გაერთიანებამ. გარდა თბილისისა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში სულ რეგისტრირებულია მერობის 112 კანდიდატი, მათ შორის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილია 4 კანდიდატი. რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, სულ რეგისტრირებულია 228 კანდიდატი, მათ შორის თბილისში 160, საინიციატივო ჯგუფების მიერ კი წარდგენილია 32. ზუგდიდში ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ქართული ოცნების აქტივისტებმა პლაკატების დაზიანებასა და სააგიტაციო მასალის გადაფარვის ფაქტზე ამხილეს. ლელოს წევრები საკუთარ პლაკატებს ქართული ოცნების პლაკატებზე აკრავდნენ. კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში მხილების შემდეგ ოპოზიციის წევრებმა თავიანთი სააგიტაციო მასალა თავისივე ხელით ჩამოხსნეს.
დაბახმელაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა. კომპლექსის ტერიტორიაზე, რომელიც 5000 კვადრატული მეტრი ფართობია, საერთაშორისო სტანდარტებით მოეწყო საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანი. განთავსდა 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, განათება, ტაბლო და საპარკინგის სივრცე, ხოლო პადელის 2 მოედნის მოწყობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს. სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე აშენდა ადმინისტრაციული კორპუსი. შესრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი საკრებულოს თავმჯდომარესთან და მერის მოადგილეებთან ერთად გაეცნო. მოეწყო თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო მოედანი, ასევე მოსასვენებელი სასტუმრო ოთახები, პროექტის ფარგლებში გაკეთდა ღამის განათებები, ძალიან მაღალი ხარისხის საფარი არის გაკეთებული. საკალათბურთო მოედანი გაკეთდა პროექტის ფარგლებში, პადელის მოედნებზე მიმდინარეობს სამუშაოები და ძალიან მალე იქნება დამთავრებული. ულამაზესი ადგილია, კუმისის ტბაზე სასწაული ხედები. ესეთი ტიპის ინფრასტრუქტურა პირველ რიგში იყო ჩვენი დაპირება წინასაარჩევნო და შემდგომშიც რომ ჩვენ ვამბობდით და დღესაც ვიმეორებთ რომ ჩვენ შევქმნით ისეთ სივრცეებს ქვეყნის დედაქალაქის მასშტაბით, სადაც ბევრი ახალგაზრდა ბავშვი მათი მშობლები იქნებიან ჩართული სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესში. პროექტის ღირებულება 4,5 მილიონი არის. აქ ფეხბურთის მოედნის გარდა არის კალათბურთის მოედანი, 2 პადელის მოედანი კეთდება. მოსასვენებელი სივრცე არის გათვლილი 40 ადამიანზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ეს გაკეთდა მომავალი თაობისთვის, რათა აღიზარდოს ბევრი სპორტსმენი, ბევრი მორაგბე, ბევრი ფეხბურთელი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში გამარჯვებულ მასწავლებლებს შეხვდა. პროგრამის ფარგლებში წელს 100 გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებული მასწავლებლები 1 წლის განმავლობაში მიიღებენ 500 ლარიან სახელფასო დანამატს, ასევე 1000 ლარს საჭირო რესურსების შესაძენად. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ხელშეწყობა პედაგოგებისთვის, საგაკვეთილო პროცესი გახდეს მეტად მრავალფეროვანი. ვილოცავ ყველა გამარჯვებულ პროექტს. მასწავლებლებს ექნება შესაძლებლობა არაფორმალურ გარემოში მოსწავლეს მისცენ ის ძირითადი ცოდნა, რაც თეორიული სწავლების დროს ალბათ არასაკმარისი და შეიძლება ითქვას არადამაკმაყოფილებელი იქნებოდა. ელექტრონული კომერციის წამყვან პლატფორმაზე Alibaba.com-ზე ქართული კომპანიების განთავსება დაიწყო. ეს შესაძლებელი გახდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს აწარმოეს საქართველოში მეშვეობით, რომელიც მეწარმეობის მხარდაჭერის სხვა სამთავრობო პროგრამებთან ერთად ბიზნეს ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლას და პოტენციური პარტნიორების მოძიებას ეხმარება. თავდაპირველად პლატფორმაზე 50 კომპანია განთავსდება, მომდევნო ეტაპზე კი ქართული კომპანიების რაოდენობა გაიზრდება. სააგენტო აწარმოეს საქართველოში სრულად დაფარავს წლიურ საწევრო გადასახადს და პროდუქციის პოპულარიზაციისა და პლატფორმაზე განთავსებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს. შესაძლებლობა გვაქვს, რომ ქართული კომპანიები წარვადგინოთ ამ პლატფორმაზე. 50 კომპანიაზე არის საუბარი, რომელთაც მთლიანად დაუფინანსდებათ საწევრო გადასახადი და ეგრეთ წოდებული ონბორდინგის გადასახადი. ეს არის მარკეტინგული ხარჯები და სხვა დაკავშირებული ხარჯები იმასთან, რომ მათ უფრო შეძლონ, უფრო კონკურენტულად განათავსონ თავისი პროდუქციის რეკლამა და თავისი პროდუქცია ამ პლატფორმაზე და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, ჩვენი მხარდაჭერით და ასევე სახელმწიფოს დაფინანსებით ისინი შეძლებენ, რომ ეგრეთ წოდებული Global Gold Supplier-ის სტატუსით ჩაერთონ ამ პროგრამაში, ჩაერთონ პლატფორმაზე, რაც მათ საშუალებას აძლევს, რომ უფრო სანდო და უფრო ხილვადი პროდუქცია კონდეთ საერთაშორისო დონეზე. პლატფორმაზე Alibaba კომპანიების განთავსების პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. თავდაპირველად Alibaba-ს გუნდის მხრიდან სააგენტოს აწარმოეს საქართველოში მიერ შერჩეული კომპანიების ვერიფიკაცია ხდება. მომდევნო ეტაპზე თითოეული კომპანიისთვის ინდივიდუალურად ეგრეთ წოდებული მინი ვებგვერდი შეიქმნება, ხოლო მას შემდეგ რაც ქართული კომპანიების რაოდენობა 50-ს მიაღწევს, Alibaba-ზე ეროვნული პავილიონი განთავსდება. ეს ინიციატივა და აწარმოეს საქართველოს მხარდაჭერა ადგილობრივ მეწარმეებზე არის ფასდაუდებელი, ვინაიდან თითოეული მწარმოებლის მიზანი არის, რომ გააფართოვოს მისი გაყიდვების არეალი და შევიდეს რაც შეიძლება მეტ საექსპორტო ბაზარზე. ამაში ძალიან გვეხმარება აღნიშნული ორგანიზაცია და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ ჩვენ მივიღოთ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია, თუ რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ Alibaba-სთან თანამშრომლობით, როგორ უნდა მოხდეს ჩვენი განთავსება აღნიშნულ პლატფორმაზე. ქრონიკაში ახლა რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით.